მოკლედ აქ ძვირფასებულობიანები იყო რომ დავაცხვე გენგულიკას შევუსრულეთ სურვილი მოგეწონადე? კი კიდე გამოვაცხოთ მერე გინდა? თავს რო აქნების არის მის ესეთი ლობიანი მიყვარს მე ნახეთ როგორი თხელი ასი პრიფანა მოკლედ მიყვარს ძალიან მე ესეთი ლობიანი ჰამეთ ეს დავურიგე ხა თითო ნაჭერი შეხვდათ 4-ვეს გოდერძიდან ცეკო და იქ მუსიკები რო არის ჩართული მაგიტო ვახმოვანი ძვირფასებო ხო და მოკლედ ცხელი იყო ძალიან ცხელი ისე ძლივს მიირთმევდნენ მაგრამ რა მექნა უნდოდათ ესეც მეორე ეს სუკარაკია თქო ხო და ძალიან კაი გამოვიდა ძალიან კაი და ეს ლობიანი როგორ ახლა როგორ გიკითხოთ ანიკოდებია სამიყავით ეს მოიტან ეს ძალიან მიყვარს სამან ხო ძალიან მაგარია ამ ძალიან მოყვარს ზავის სერიელია ერთი ეს პური მოვიტანე რა ვიცი შავიო მაგრამ კი არ გავს მაგრამ მაინც მერე სამი ეს მოვიტანე დეგა საგოსპორე დეგა სანდვიჩი ვაგეთებ დეგა სანდვიჩი ვაგეთებ კაი გააკეთე ამაცადე მას აფასტავდა მოკლედ სიმინდი მომხარშე დასაკეთე ეს ლობიო არ გინდა ჯერჯერობით არ ხუთიცალი კიტრი მოვიტანე ჩვენთან კიტრი იჭმევა 21 ლარი იმ ჩიფსია დეგა პური მინდა 10 კვერცხი დეგა ბლუბერი და ნო დეგა ეს პური მინდა ქლია დეგა პური მინდა ქლიარი არ ვიცი რა ხეთა დეგა პური მინდა გავიგე დამაცადე რუან ვარ მესმის ერთხელ ნათქვამით შუქი გამორჩე გოდერძი ეს ვისია რა გჭირს ბიჭო რა ეს ჩემია სადაა მერე თოკი მოძა გაგიკეთებდე დაქტილარი ვოდე უგოდი ძალიან თქონო აკივე ეს ვეტროში უნდა ჩავდო ნაგიცებაში კარგი მაწონი კი მაწონი ცეთ მუხაჭამს მაწონს შეარი მინდა ძალიან მაგრამ დაგა იყო პური ჯერ არა დაკი მაგიდაზე დაუდია რა წესია ეს მაგიდაზე როდებ თვითონ აკეთებ რაღაცას რატო აწვალე რა გოგო და წადი მინდა ეს პატარა ადასია მე მინდა
ანა ვერ ვიპო. გეგა დამაცადე? არა დაჯექი ახლა? დამაცადე. ეს ქარს არ დაიკარგე. საწაიღე ის ბიჭო. აპოში ჩადე? კოდე რა გჭირს? მე ორი ჩავდე, ორი. აი. მე დავწრი. ვერ დაჭრი. წრის შუაზე. 13 ლარი მიეწერა ამის კილო. თორმეტ 13 ლარი სულ მაინტერესებდა ფასი. მაგიტო აქაც მივი. მუხანის რო ვეუბნები რომ უყვათ და როცა ჭამენ მაშინ მაინც იმას თემით ხო რა ქვია. იაფაცად არის იყიდე მეთქი არა. მე არაფერი არ დაგჩება ეგეთია. მაგრამ ეხა ქალაქში მივდივარ ხვალ და უყიდი. ზეგა ბური არ გინდა? როცადო. ჯერ ეს უნდა შევწვათ, ისე არ გაჭმევ. მე ეთი გავამზადე. ის არ შევწვა, ის სოსისი მომეცი. შემწვარი ჩავდოთ. არ გაქვს შეერთებული და რა დაამზადე. ჩადე. დედა ხალხო. გაზი მაქვს ჩართული დინიდან და ისე ცხელა. წყალი არ არის. მაგიდო აქ ორი თასის სავსე მაქვს ჩაიგნები, სავსე მაქვს აქ პატარა თასის სამსახური, სავსე მაქვს. ბიჭო, გაცხელდება და დაწვავ. როგორ არის რომ ზემოდან დააჯექი? არა, როგორ დავხდო? დავხდე. ზეგა დავხდე. კაი. რობიოს მაშინ. სადღე შევინახავ, ეს ჯერ არ მინდა. შუადღისკენ. მოკლედ. აია დამაგი. Evde kapatalım. ნაწილი ყავს გეგას. აი, ეხა სიმინს ამოვიძებდი. Tahma, Olika. ისინი რა ქვია?
simingi. იქ რომ მიყავით, არა აქო, ტაროებიო და აქეთობას იყო რომ რაღაცა მოძებნა. მართლა არ ქონდა ტაროები, asti ემჩნეოდა. Simingi mocha. Ai, mici simingishia. Ada, sandwichia. Singni. იქ ჩავყოლე. იმიტომ რომ მუხას ერთხელ შემუნახე და ჩემია, დოქტორი. და მისულა და სულ დაიწყო ჭამა 6 სიკარო თუ 5 სიკარო. ჩემი პატარა. კაი, ხო. შენი გავიგეთ პატარა. მარილით მინდა მე. ჩემის პატარა. ნასე? მოკლედ კოდეს წავუღე. ეხა ეს ბოლო. გეგასი. შანია. ისი. ეს არის. მოკლედ ძალიან მოდაწებული მქონდა ეს. რა ქვია მას? simingi მქონდა ძალიან მონატრებული და აგერ Gada, mare mari. Sandwichi. ხილიც მაგ. გამომიგზავნეს. მოკლედ იყოს ეს ახან სუფთა. სუქსასე აქ და მაგიტო. რა ქვია მათ? მარიძის გარეშე არ მიყვარს. მოკლედ Oh my god. კარგებო. კარგიო. მოხარ შემე კვეცხი შევჭამე ლირითვი ეს რა ქვია ხალხო simingi ლირითვი simingi 3 თუ 4 მაინც მივირთვი ტარო ძალიან მიყვარს დედა ბერჩავსკი ასე რომ ეხა მინდა ჩემთვის გავიმზადო ხემცი თუ რა ვიცი რა წასახემსებელი იმიტომ რომ დასჭირს ხედი რომ ამაგიტო ვერ ვაკეთებ უცებ რაც შენ ჩახელში ეგ არის კვეცხი კიდრი და პომიდორი მაქვს ხოდა ამას ხმას ჩაუწედედი ცოტა ერთ კიდრს ავიღებ და ერთ პომიდორს ეთი კიდრი, იმედი რბილი არ არის, რბილი კიდრები არ მიყვარს. აი ესეთი მსხვილები კიდრები არ მიყვარს, ესეთი მსხვილი. მოშიარდეს ცოტა წვრილი რო იყოს. არა, ყველა ესეთია. კაი, ეს იყოს და დედაჩემ ანუ გამომიგზავნა. წვანილი და პომიდორი. ეს კინძი. სახის პომიდორი.
არა, ნაყიდი მიჩემია. შობია, იმიტომ ეს მოვარდისფროა და ვარდისფერი მე არ მიყვა. აი ასე. ჯერ ყავა არ დამილევია. როდის დავლევის ის არ ვიცი. იმიტომ რომ ჯერჯერობით არ მინდა. ასე. ასე. და ვაკმარებ, იმიტომ რომ მაინც გავთვლი და ამეთ იმას ვაკმარ ჭიქაწყალს. წყალი არ არის. ხო, დამიწერეს რატო წყდება წყალიო და რა ვიცი, ხალხო რატო წყდება. ქვემოთ არის, ანუ გარეთ ყოველთვის არის ქვემოთ. და მე მგონი პირველ სართულზე აქვთ, მაგრამ მე არ მაქვს. მესამეზე ვარ, ძალიან უჭირს მესამეზე. ვითომ დიეტურს გავს, ხო გავს. მაგრამ როგორ მიყვარს იცით, არეტევ ამ ჩემ პატარა თეფშზე. ჯერ ბოსტნეული და მერე კვერცხი. სახლის ხმა. გუშინ მომიკაკუნეს კარებზე ორჯერ და გაიქცნენ. ვერ გავიგე რა იყო. ეხა ამას მივეთმევ გემრიელად. გადავიხედე მაინც. ბერის ხმა. ლობიოც მაქვს. ბევრი. ძალიან მიყვარს ლობიო. ვისაც არ გიყვარს ლობიო და ამის გამო მაკრიტიკებთ. თქვენი ნება, თქვენ რასაც შეჭამთ, თქვენ შვილებს რასაც აჭმევთ, მე მგონი თქვენი ნება, მაგრამ მე იმას ვაკეთებ მხოლოდ რაც ჩემ შვილებს უყვართ, რაც მე მიყვარს. იმას არ ვაკეთებ. რატომ? იშვიათად რო გავაკეთო, რაც მე მიყვარს. იმიტომ რომ ჩემ შვილებს არ უყვართ. როგორ რაღაცა იყო, იცი? შევესწარი, რომ საერთოდ უჭმელი ბავშვი ყავდა იმქას და დედა ნერვიულობით კვდებოდა, ბავშვის დედა. მართლა ძალიან უჭმელი ბავშვი ყავდა და წარმოიდგინეთ, ძალით აჭმევდა. ანუ პირში ლუყმას ჩავდებდა და ესე აყვაპებდა ძალით. რამოდენიმე ლუყმას მაინც რომ ბავშვი მშიერი არ მომკვდარიყო. ეხლა მითხარით, დედა იქცეოდა ცუდად, ჩემი აზრით არ იქცეოდა ცუდად. იმიტომ რომ ბავშვი მარტო წყლით და ცარიელი ჩაით რო არის, ცარიელი ჩაით, პურის გარეშე. აი მარტო პურს მაინც რო ჭამდესო, რა მიჭირსო, აი ნერვიულობით კვდებოდა ის ქალი. აი რამდენს განიცდიდა, რამდენი ცხარე ცრემლები. აი ჩემი თვალით რაც მინახე, აი მას გეუბნებით ხალხო.
მერე შემოდიოდა ჩვენთან. ჩვენ არ გქონდა იმდენი. კაი, შეინახე. ანუ როგორ გითხრათ, მარტო საწებელი და ის რო გქონოდა ღომი, მაგასაც ვჭამდით და ამ ბავშვმაც ჩვენთან დაიწყო ჭამა. საწებელი ღომი, ზოგჯერ კვერცხი, ცოტ-ცოტა და წარმოიდგინე მერე დედამისმა თქვა რომ მოდი საჭმელს შემოგაწვდით. რომ იქნება ჩემმა შვილმა რახან თქვენთან დაიწყო ჭამა. იქნება ჩვენი საჭმელიც ჭამოს, მაგრამ არაფერს არ ჭამდა. მის შემოტანებას. არა და ნახე როგორი იყო, სუნით გაცხებოდი მარტო დედამისის კერძით. ამას სამივე შვილებს ფიცავარ სიმართლეს გეუბნებით. სუნით გაცხებოდი ისეთი კერძები იცის იმ ქალმა. არ უნდოდა. ჩვენთან რასაც ხედავდა იმას ჭამდა. მაგრამ ნახეთ რა არის საქმე, მე ვუთხარი მე რომ ნახეთ ჩვენ ერთ მაგიდასთან ამდენი რო ვართ ბევრნი და ერთად მივირთმევთ. იმას ერთი ყავდა ბავშვი და ერთს რო ესე აჭმევ. ალბათ ის არ მოსწონდა მარტო ერთი რო იყო და მარტო ერთი რო მიირთმევდა მაგიდასთან. მე მგონი მაგიტომ დაიწყო თქო და მე ესე ჩვეულებრივად ცალკე არ აჭმევდა მე ბავშვს. ჩვეულებრივად მაგიდას გაშტიდნენ და ეგრე ცალკე და ანუ მანულად არ აჭმევდა ბავშვს, მაგრამ ვითომ ბავშვიაო, მოშივდებოდაო ამდენი ხანიო და რეჟიმში აჭმევდა ისიც. მაგრამ მაინც ის რომ აი უფროსებმა ვიცით მე ხარშია და არ მინდა და ასე შემდეგ, როცა მომშვიდება შევჭამ. ჩვენთან ესე იციან ხალხი. მამა ჩემი კიდე პირიქით როგორ იყო იცით? აი რო გავაწყობდით მაგიდას, დედა ჩემი რო გაშლიდა სუფრას, რაც არ უნდა ქონოდა მაგიდასთან, იმ დროს უნდა გეჭამა. მე არ მოგცემდა უფლებას რომ მე გეჭამა. აი ეხლა ერთად ერთდროულად მივირთმევ და სხვათაშორის მამა ჩემის დედაც ბიბია ჩემიც ეგრე იყო. ასე რომ ჩვენ კი ვართ ყოველთვის. ჯერ ვიდეოს ვიღებ. ჩვენ კი ვართ ყოველთვის ესე ერთ მაგიდასთან, მაგრამ ჩემ შვილებს მაინც მხოლოდ აი ბავშვებს გითხარით რომ მე შურს კეთილი შურით რომ აი ესეც მიირთმევენ. ჩემი შვილები მოხარში უკვე ხარ ჭამენ, შენ დროს ჭამენ ყველით. ვინც მე დამიწერა წუხელ ჩემ შვილებზე ჩემს ერთ-ერთ საყვარელ ადამიანს დავუსკრინე და ჩავუგდე ეგ პირადში მოდიან ხალხო Facebook-ზე. და კიდე სისულელეები იყო, კიდე მოკლედ ჩემ შვილებზე იყო რა. ჩემზე არ მანდადებს აიტარდი, მაგრამ მოკლედ ანგელოზებთან შეხება არ შეიძლება. რაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს, ვისიც არ უნდა იყოს. ღმერთმა ჩემის ჩათვლით თუ ვინმე ანგელოზს შევეხო, ცუდად ენით გინდათ თუ როგორც გინდა, ღმერთმა ყველა დასაჯოს ჩემის ჩათვლით. აი ამას გეუბნებით. ასე რომ რაც არ უნდა იყოს. კიდევ ეხა უყურე ვიდეოს ვიღებ მეთქი, ხო ვთქვი? წად და მე მოვცემ, თორე საერთოდ არ გათხოვებ, ხო იცი? არ არის სწორი. ამით თქვენ მე ვერაფერს ვერ მიშავებთ და ვერც ხასიათსაც ვერ მიფუჭებთ და ვერც ვერაფერი. კიდევ თქვენ ხართ ცოდო ის. ნინო მაზარაშვილიო თუ რაღაცა ესე ეწერა. არ მახსოვს ზუსტად გვარი, პირადში გონდა Facebook-ზე ჩემზე მოწერილი და დასკრინული მაქვს მისი მონაწერი, სხვანაირად დაბლოკე. არ პასუხი რა ვიცი და დაბლოკე რა თქმა უნდა. აი ესე. ცხოვრება ყველას გასცემს პასუხს. მეც და თქვენ. შეხუცდა. ხო, დედიკო, მორჩა. კაი, მაინც არიარო ისე.
მანს გახკა იქ კიდება აღადგინა კართან იყო ტუალეტის კართან აქეთ გამოწეული და იმ ლურს მანს გახკა let's down კიდე გინდა როგორ აცვია მოდი გოგო მოდი აგიწიო როგორ გაცვია ხამაზეს თუ მითხეს ჯანგალიო მოკლედ ხომ იწერთ ხოლმე რომ ჩვენს წინაპრებს არ გამოუყენებიათ აი ეს ხის საფრთხელებელი მაგრამ ისეთ გემრიო რაღაცებს ამზადებდნენ და მეც აგე პასუხად გეტყვით ჩემს წინაპრებსაც ჩანგლები არ გააჩნდათ და ხელით მიუთმებდნენ ძალიან გემრიელად შანგელია შანგელი რასჭა რა გემრიელია ეს პომიდორი ნახე არა გამიწვია ხის მონაკვეთს არ შეჭამს უყურეთ ძალიან შეჭამა არა აი რა თუ გინდა გეგა მიუხედავად ამ გეგას ხო ეხა ჩემს იმას რაც შეეხება მუცელს ეს ჩემი პრობლემაა ხო და მე მივხედავ ეგა შენ ნუ შემიწუხდები მაგაზე ჯერ სადაა დედიკო მე გეტყვი 10 წუთი რო გავამო გოდემ გასინჯაკვეთ არ მოიწონა არ უყვარს რა ვქნა წავით ვერ ჩავტენი პირში იმიტომ რომ რაც უყვართ ყველაფერს ძალიან გემრიელად მიუთმევენ თანადურს გარდა სოსისისა დედაჩასი მაგრამ ამას დღეს ყველა ბავშვი მიეთმევს და ამათზე მეტად ყველა ნებისმიერი ვინც გინდა იყოს და ისიც იმიტომ მომაქვს მხოლოდ რომ ადა რომ იმყავს მაშინ თუ ადა არ იმყავს არ მომაქვს მოკლედ ხო Cappuccino assassino. Gino. Assassino. Lovely. აბა ლექს მოყე მოდი მოდი აქ ანაგე დადექი და მომიყევი აი აგე ლექს მომიყევი მე პატარა მე პატარა კატუერა კაკასი არის ჩქარო კარგი თავიდან დაიწყე მე პატარა კატუერა კაკასი თებიშვილი დაგაძმო ზოგან ჰამასე ეჩონი აქსიკდედი კაკათი იმერეთი გულია და სამეგრელო ყველა ჩემი სამშობლოა დახვარელი დაგათვალა აი ხო იცის ხალხო უბრალოდ მე მიყურებ და შევახსენო ისიც ეზარება რომ თვითონ გაიხსენოს კოჩახტე აბა იდე განატყუილად არის ჩქარო მიდი მოძე ის ემოცია დედიკო ორლარიანია მიდი მოყევი განატყუილად რამდენი ხანია მაგს ახლა ხანს გავიგე თქვი განატყუილად და ზეგა Lagaglia Shanka. Ah. Lagaglia Shanka, de Lev. I had to be there. Katkia Tamako, the disco. Wadi, Santa Gagi, Kataming Daddy. ხა დედიკოს წადი და მე მოგცე დედას გულია
გული არ მიყვარს. მაგრამ უნდა ვჭამო. უმარილოა და თითქოს და მარილიანი არის. ჭამიათ მარილის გარეშე. გული მერევა ამაზე. ბავშვებს გეფიცებით. რატომ არის არ ვიცი, რატომ ჭირს კვერცხზე რომ გული მერევა. და რამდენი ხანი არ მიჭამია, ძალიან მომინდა. რატომ უნდა მერევდეს გული კვერცხზე? იმდენს ჭამს ადამიანი ამ კვერცხს. მას ვერ შევჭამ. მაგას ვერ შევჭამ. მომკალით. ეს წყალი გამოდის მესამე. მესამე ჭიქა. ასე რომ მოგეცით, ესება ამის ხანიდო და მეტი არაფერი. 5 წუთი დაგრჩა კიდე. 5? წავედი აბა დაგემშვიდობებით. მერე 5. დაგა 5. ბედნიეს. დაგა 5 არის 5. პოზიტიურ დღეს გისურვებთ. დაგა 5 არის 5. წავედი. დროებით.